როგორც წესი, კომპანიები საკუთარი პროდუქციის უკეთ გასაყიდად საუკეთესო რეკლამის მოფიქრებას ცდილობენ. ზოგიერთი ამისთვის რეკლამაში ცნობილ სახეებს იწვევს. ნაწილი დასამახსოვრებელ სლოგანს აკეთებს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ყველაზე წარმოუდგენელ სარეკლამო კამპანიებს ატარებენ. ამ ეპიზოდში იმ შთამბეჭდავ სარეკლამო გადაწყვეტილებებს გაჩვენებთ, რომლებმაც მსოფლიო გააოცა. მანათობელი ბილბორდები და სენსორული პანელები წარსულში დარჩა მას შემდეგ, რაც McDonald's-მა 2011 წელს განსაკუთრებული რამ მოიფიქრა. თავდაპირველად ეს ყველაფერი შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის თუ როგორი რეკლამა გააკეთეს მათ შვედეთში ნამდვილად შთამბეჭდავია. მათ სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს ეკრანი დაამონტაჟეს. ალბათ იფიქრებთ, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი მობილურით ეკრანთან დაკავშირება შეეძლო. რის შემდეგაც ის ელექტრო-პინგ-პონგის მსგავს თამაშში ერთვებოდა. თამაშის დაწყებამდე ის რომელიმე გემრიელ პრიზს, მაგალითად Big Mac-ს ირჩევდა. თუ ადამიანი 30 წამის განმავლობაში არ წააგებდა, მას პრიზი ერგებოდა. მოგების შემთხვევაში კი პრიზის მისაღებად მხოლოდ და მხოლოდ სალაროსთან მისვლა იყო საჭირო. ადამიანთა უმეტესობა მიცის, რომ ლიმნისა და ფორთოხლისგან ელექტროენერგია მიიღება. ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ 2 ალუმინის ან სპილენძის ელემენტია საჭირო. ამ დროს ძაბვა დაახლოებით 2 ვოლტს შეადგენს. ამ ცდას სკოლებში ხშირად ატარებენ, მაგრამ ერთ-ერთმა ფრანგულმა კრეატიულმა კომპანიამ მისი განსაკუთრებულად გამოყენება გადაწყვიტა. კომპანიამ სპეციალური ბილბორდი დაამზადა, რომელიც ენერგიას 2000-ზე მეტი ფორთოხლის ნაყოფისგან იღებდა. შედეგად, მათ ტროპიკანას ფორთოხლის წვენისთვის შთამბეჭდავი რეკლამა შექმნეს. კომპანიის მთავარ სლოგანად ბუნებრივი ენერგია იქცა. საინტერესოა, რომ პროექტის განხორციელებამდე კომპანია 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა ცდებს ატარებდა, მაგრამ შედეგი ამდენ ცდად ნამდვილად ღირდა. ალბათ ყველა დროის ყველაზე განსაკუთრებული სარეკლამო კამპანია კანადის ქალაქ ვანკუვერში ჩატარდა. ბრონირებული შუშების დამამზადებელმა კომპანია Scottshield-მა ავტობუსის გაჩერების კარკასის შიგნით $3 მილიონი მოათავსა. კამპანიის პირველ დღეს ყოველივე მსურველს შეეძლო შუშის ჩამტვრევა ჩაქუჩით, უროთი და სხვა მძიმე ინსტრუმენტებით ეცადა. ის, ვინც შუშის ჩამტვრევას მოახერხებდა, მის შიგნით მოთავსებული ფულის მფლობელი გახდებოდა. მაგრამ როგორც ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, ბრონირებული ზედაპირის დაზიანება ვერავინ შეძლო. უცნაურია, მაგრამ ფული გაჩერებაზე კიდევ ერთი წელი დარჩა. ვიდეოკამერები, რომლებსაც ფულის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ, მისი მოპოვების მსურველებს თითქმის ყოველდღე აფიქსირებდნენ, მაგრამ მათი მცდელობები ყოველთვის წარუმატებლად სრულდებოდა. 2016 წლის გაზაფხულზე შვედურმა სარეკლამო კომპანია Animal-მა რებოკისთვის სარეკლამო კამპანია დაიწყო. სააგენტომ სტოკჰოლმის ცენტრში ვიტრინა დადგა, რომელიც სპეციალური სენსორებით იყო აღჭურვილი. ეს სენსორები ადამიანის გადაადგილების სიჩქარეს აფიქსირებდნენ. ნებისმიერი გამლელი, რომელიც ვიტრინას 17 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ჩაურბენდა, საჩუქრად რებოკის ახალ ფეხსაცმელს მიიღებდა. ვიტრინის წინ გაქცევისთვის საჭირო სპეციალური მოედანი იყო მოწყობილი. მის თავზე კი ეკრანზე ადამიანის მიერ განვითარებული სიჩქარე ჩანდა. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ის იდეა, რომ რეკლამა ასეთ უნიკალურ გამოწვევად გვექცია. განაცხადა Animal-ის კრეატიულმა დირექტორმა მარკუს შამმა. რეალურად ეს მომხმარებელს გამოცდილებას, ხოლო ბრენდს უფრო მეტ ღირებულებას სცენდა. Xbox-ის ახალი სათავგადასავლო თამაშის Tomb Raider-ისადმი მეტი ინტერესის გამოსაწვევად 2015 წლის ნოემბერში სარეკლამო კომპანია McCann-მა ლონდონში ნამდვილი რეალითი შოუ დადგა. ის პირდაპირ ბილბორდზე მიმდინარეობდა. 8 ადამიანი ბილბორდის კედელზე მთელი დღის განმავლობაში უნდა მდგარიყო. მათ ერთადერთ მიზანს კი სხვა მონაწილეებზე უფრო დიდხანს დგომა წარმოადგენდა. ყველა მსურველს ამ პროცესზე დაკვირვება პირდაპირ ეთერის საშუალებით შეეძლო. მაყურებლები ხმათა უმრავლესობით ირჩევდნენ, თუ რა გამოწვევების დაძლევა მოუწევდათ მონაწილეებს. მათ შორის იყო ხელოვნურად შექმნილი კარბუქი, სიცხე, სიცივე და ძლიერი ქარი. ეს ყველაფერი კი ბილბორდიდან იმართებოდა. კამპანია იქამდე უნდა გაგრძელებულიყო, სანამ ბილბორდზე მხოლოდ ერთი ადამიანი არ დარჩებოდა. პრიზის სახით გამარჯვებული Tomb Raider-ში ნაჩვენები ადგილების დათვალიერებას შეძლებდა, მაგრამ სამწუხაროდ მონაწილეებმა ერთი დღეც კი ვერ გაძლეს. უკანასკნელი მონაწილე შოუს დაწყებიდან 22 საათის შემდეგ დანებდა. 2012 წელს კანის დამატენიანებელი კრემის ბარტსბის რეკლამისთვის სარეკლამო სააგენტო Baldwin-მა უნიკალური ბილბორდი დაამზადა, რომელზეც მომღიმარი გოგონას გამოსახულება სტიკერებით იყო დაფარული. მას შემდეგ, რაც გამლელები კედლიდან ფასტაკლების კუპონებს ხევდნენ, გოგონას სახე ეცვლებოდა. მისი კანი ბევრად ლამაზი ხდებოდა, რის გამოც ის უფრო ბედნიერი ჩანდა. ეს ყველაფერი კი სახის დამატენიანებელი კრემის ეფექტს ასახავდა. რეალურად ვერ გეტყვით, თუ რამდენად ეფექტურია მათი პროდუქცია, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ კომპანიის რეკლამა ნამდვილად განსაკუთრებული იყო. შეიძლება ადამიანებს არ უყვარდეთ ფასტფუდი, არ აინტერესებდეთ კოსმეტიკა, მაგრამ საკუთარი შინაური ცხოველის გაბედნიერებაზე უარს ალბათ არავინ იტყვის. ამიტომაც გერმანულმა კომპანია Granatapet-მა, რომელიც ძაღლებისთვის საკვებს აწარმოებდა, განსაკუთრებული რამ მოიფიქრა. 2011 წელს ერთ-ერთმა სარეკლამო სააგენტომ მომხმარებლებისთვის პროდუქციის წარდგენა განსხვავებული გზით გადაწყვიტა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ბილბორდთან მისვლისას ძაღლის მეპატრონე სპეციალურ პროგრამაში უნდა დარეგისტრირებულიყო. რის შემდეგაც ცხოველის საჭმელი ავტომატურად იყრებოდა სპეციალურ მოწყობილობაში, რომელიც ბილბორდის ძირში იყო განთავსებული.
პროექტმა მაგიურმა ფრენამ, რომელიც ბრიტანული სააგენტოს Ogilvy-ის მიერ British Airways-ისთვის 2013 წელს შეიქმნა, საუკეთესო რეკლამისთვის უამრავი ჯილდო მოიპოვა. რამდენიმე ბილბორდი ფიცორისა და პიკადელების მოედანზე განთავსდა. მათზე ყოველდღიურად შესრულებული ფრენების განრიგი იყო გამოსახული. როდესაც ციფრული კონსტრუქციის თავზე თვითმფრინავი გადაიფრენდა, ეკრანზე ბიჭი ჩნდებოდა, რომელიც თვითმფრინავის მიმართულებას მიჰყვებოდა. ბილბორდზე რეისის ნომერი და ის ქალაქი ეწერა, საიდანაც ის აფრინდა. თვითმფრინავების შესახებ არსებულ ინფორმაციას ბილბორდი რადიოანძებიდან და ანტენებიდან იღებდა. მიღებული ინფორმაცია სერვერზე იგზავნებოდა, რის შემდეგაც ის პირდაპირ ეკრანზე ჩნდებოდა. მწერების საწინააღმდეგო სპრეის დამამზადებელმა კომპანია ალფამ უბრალო ბილბორდის გიგანტურმა ხეთგადაქცევა გადაწყვიტა. ეს უბრალო, მაგრამ გენიალური იდეა თავში 2013 წელს იტალიურ სარეკლამო სააგენტოს პუბლიცისტის თანამშრომლებს მოვიდათ და ეს პროდუქციის ეფექტურობის დემონსტრაციისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი იდეა იყო. არანაირი სპეციალური ტექნოლოგია ან კომპიუტერული გრაფიკა სააგენტოს არ გამოუყენებია. ბილბორდის დიდ ნაწილს გამჭვირვალე წებო წაუსვეს, ზუსტად ისეთი, როგორცაც ბუზების საწინააღმდეგო ლენტზე უსვამენ. ეფექტი კი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. მცირე დროის შემდეგ ბილბორდის ზედაპირი მწერებით მთლიანად დაიფარა. სააგენტოს განცხადებით, მათ ბილბორდზე 230,000 სიმწერი აღმოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ კომპანიას არ განუმარტავს თუ როგორ დათვალეს მათ მწერების რაოდენობა. კომპანია Nike-ის ახალი ფეხსაცმლის რეკლამის შესაქმნელად სარეკლამო სააგენტო Wieden Kennedy-მ შანხაის ერთ-ერთ ქუჩაზე დიდი ზომის ბილბორდი განათავსა, რომელზეც შიშველი ფეხის ფოტო იყო გამოსახული. ასეთი რეკლამა ფეხსაცმლისთვის უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. 4 ალპინისტისგან შემდგარმა ჯგუფმა ბილბორდზე ის პოსტერები გააკრეს, რომელზეც Nike-ის ახალი ფეხსაცმელი იყო გამოსახული. ამის შემდეგ სპეციალისტებმა ბილბორდზე ფეხსაცმლის ძირი მიამაგრეს. ამ შედევრის შექმნის პროცესს ათასობით ადამიანი ყოველდღიურად აკვირდებოდა. ჩვენ არ ვიცით თუ რამდენად დაეხმარა Nike-ს ასეთი რეკლამა უფრო მეტი ფეხსაცმლის გაყიდვაში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ის ისტორიაში ნამდვილად შევიდა. Coca-Cola-ის მარკეტოლოგებს ერთ დღეს თავში წარმოუდგენელი იდეა მოვიდათ. მათ ბრაზილიის ერთ-ერთ სანაპიროზე 10 მეტრის სიგრძის საშხაპი დადგეს, რომელსაც სპრაიტის ჩამოსასხმელი აპარატის ფორმა ჰქონდა. მის ქვეშ შხაპის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. იქიდან გამოსვლისას კი ადამიანები საჩუქრად სპრაიტის გამაგრილებელ სასმელს იღებდნენ. ეს კრეატიული რეკლამა კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სპრაიტი ადამიანებს ცივი წყლის მსგავსად აგრილებდა. გასაკვირი არაა, რომ ამ რეკლამამ იდეის რეალიზაციისა და რეალური ღირებულების გამო უამრავი პრიზი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე 1500-ზე მეტი საშხაპი არსებობდა, სპრაიტის საშხაპის წინ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. კომენტარებში დაგვიწერეთ თუ რომელი რეკლამა მოგეწონათ ყველაზე მეტად და სხვა საინტერესო ვიდეოების სანახავად არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ.